სოფელ ზოვრეთში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საავტომობილო გზის 1325 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი ეწყობა. წესრიგდება სანიაღვრე სისტემა. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. ღირებულება 636.207 ლარით არის განსაზღვრული. ყოფილი ცეცხლაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში, სადაც მიმდინარეობს ცენტრალური გზის რეაბილიტაცია, მონაკვეთი 1325 მეტრია, აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია რეგიონული განვითარების ფონდის მიერ. აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ასფალტის დაგება, ასევე სანიაღვრე არხების გაკეთება და პროექტის დასრულების შემდეგ კომფორტული იქნება გადაადგილება ტრანსპორტისთვის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე მოსული სტუმრებისთვის. ჩვენ ზესაფონის მუნიციპალიტეტი აგრძელებს როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში გზების რეაბილიტაციას. ქალაქის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ქაშაკაშვილის ქუჩაზეც, რომლის მოწესრიგებასაც ადგილობრივი მოსახლეობა წლებია ითხოვს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი ღირებულება კი 200.000 ლარს შეადგენს. სერიოზული ფანი ვარ, მიყვარს საჭე, ეს არის ჩემი პროფესია, არ არის ეს ჩემი, ეს არის ჩემი ყველაფერი. ვიღვიძებ და მიხარია ის, რომ მე ვარ ავტობუსის მძღოლი და მე შემიძლია რომ მოვემსახურო ჩემ მამას ზესტაფონლებს. ამჟამად გადავწყვიტე ის, რომ მე ზესტაფონში ჩამოსულიყავი და ჩემთვის არის როგორი ქალაქი ზესტაფონიც, აი ბედნიერების ქალაქი, ასე ასოცირდება. მივიღე ეს გადაწყვეტილება, ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან კმაყოფილი ვარ, აი ესეთ გადააჭარბა, აი მართლა მე რასაც ველოდებოდი, აი ყველა მოლოდის გადააჭარბა, ზესტაფონლების სითბომ, ამათმა დახვედრამ, არ ვიცი, მართლა შოქში ჩამაგდო, ყველა გაჩერებაზე, ტროტუარებზე, არ ვიცი, აი ავტობუსებიდან, მანქანებიდან, სადაც ტრანსპორტი არსებობს, ყველა მხრიდან არის ჩემთან მოსალმება, სიყვარული, ღიმილიანი სახეები. ძალიან ბევრი გამოხმაურება კომენტარებში სიყვარული და სითბო და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. მეც ვცდილობ ეს სიყვარული და სითბო რაც მაქვს დაგროვებული, რომ ამათ გადავცე და ისინიც ერთმანეთს ვავსებთ. მამა წარმოშობით ხარაგაულელი მყავს, ბაბუა ყოწია კეკნაძე. ხარაგაულში იყო ერთ-ერთი პირველი ავტობუსის მძღოლი, საუკეთესო პიროვნება. და ალბათ გენეტიკამაც გადმოიხარა ჩემსკენ. მომეცა ეს ბედნიერება და მე ამაყება, რომ მე მის შვილიშვილი ვარ და ეს გენი ჩემსკენ გადმოიხარა. 10 დღიანი კურსები გავიარე, ჩაიბარეს, გამოსtildeმა პროფესიონალ მძღოლებმა, უფროსობამაც, გადაგვამოწმა, ბოლოს ჩავაბარე გამოჩნდა. დარწმუნდნენ ჩემ პროფესიონალიზმში და მეც აღმოჩნდი აი ესეთ ბედნიერი ლაღი თქვენს ავტობუსის მძღოლი. მითხეს წარმატებები მწვანეზე გევლოთ და დანარჩენი რაც მე შემეხება, სიყვარული, ყურადღება, პატივისცემა, სიფრთხილე, ეს ყველაფერი ჩემია და ვფიქრობ გავართვე ამ ყველაფერს თავს. ჩემი მაღაზია მაქვს. და ესე იგი ძალიან მინდა ხოლმე ის 2 დღე გავიდეს, რომ ავტობუსისკენ გამომივართო. დგები ისეთი ბედნიერი და მადლობას ვეუბნები უხავს, რომ ძალიან ბედნიერი ვარ თქო. არ ვიცი, აი ხელა ბედნიერება და ენერგია მოზღვავებით როგორ მოდის, ეს იმიტომ მოდის ხალხის სიყვარულიდან გამომდინარე. მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ მე ასეთ თბილად არ მივეღე. დარწმუნებული ვარ, ჩემი ისიც შეიძლებოდა, რა თქმა უნდა. დილას გამოვდივარ კვალიცის დასახლებიდან, ავდივარ თაბუკაშვილზე, ჩამოვდივარ ქალაქზე და ისევ კვალიცში. და ეს დღეში 16 ჯერ ხდება. დიახ, ეს დღეში 16 ჯერ ხდება. 16 ჯერ და რამდენი წუთი და რამდენი წამი ბედნიერი სახეები. ზოგადად ძალიან მიზანდასახული ვარ.
რასაც დავისახავ, ის აუცილებლად ვაკეთებ და ზუსტად იქ მოვხდე, სადაც უნდა ვიყო. მე ვარ ელენე აბაშიძე. დავიბადე 1922 წლის 18 მარტს ქალაქ ჭიათურაში. ჭიათურამ დამანახა, რომ შეიძლება თურმე ცხოვრობდე ქალაქში და ცხოვრობდე შენიანებში. თამამი ბავშვი ვიყავი საერთოდ. საბავშვო ბაღში დავამთავრებდი ხოლმე. მოვდიოდი ხოლმე მთელი ჭიათურა ფეხით უნდა დამევლო. სულ ყველაფერი უნდა ვცოდნოდა, სად რა ხდებოდა ჭიათურაში. პიანინო არ მქონდა სახში. ტექნიკუმი რო დაამთავრებდა მუშაობას საღამოზე, დარაჯი ვინც იყო, ის მათხოვებდა ხოლმე გასაყებს. ასეთნაირად მიწყობდნენ ხელს. მამა გადამისახლეს 14 წლის რო ვიყავი. დედას აუკრძალეს მუშაობა საბჭოთა დაწესებულებაში. დადიოდა კარდაკარ და ვისაც სარეცხი ქონდა გასარეცხი ეცხავდა ერთი სიტყვით დაჩაგრულივით ვიყავი. უნივერსიტეტი რო დავამთავრე, გამგვაგზავნეს პედაგოგებად პერევისის საშუალო სკოლაში. 4 საგანს ვასწავლედი. გეოგრაფიას, რა თქმა უნდა, გეომეტრიას, ისტორიას, ფიზიკას. მე ჩემი გზა მქონდა, არ იყო ჩემი საქმე პედაგოგობა. რომ წამოვედი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმიღეს. იქ მქონდა 600 მანეთი ხელფასი, მაგრამ ექსპედიცია იყო ჰიდროლოგიური. ვთხოვე, გადავეყვანე მინისტრს. 600 მანეთი გაქვს ხელფასი და იქ გექნება 120 მანეთია. შეელევი ამ ხელფასო? კითხო მეუთხარ შეველევი თქო. მე ეს გზა ავირჩიე, იმიტომ რომ ჩემთვის ფულს და ჩემთვის არ ცხოვრებას არაფერი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. არა ვარ მე ამის ქალი. ღამის 4 საათამდე ყოფილა შემთხვევა, რომ მე ვზივარ და მუშაობ და დავხედავ საათს, შემეშინდება ხოლმე ხანდახან. იმიტომ რომ ძიძხო გინდა რა. რაც არ უნდა მიჭირდეს, რაც არ გასაკეთებელი უნდა გააკეთო. ელენე აბაშიძე, გეოგრაფი, კარსტოლოგი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი. იგი ავტორია 540 სამეცნიერო ნაშრომის და 13200 ექსპერიმენტისა. ამერიკის შეერთებული შტატების ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ელენე აბაშიძეს 1998 და 2003 წლებში წლის ქალბატონის წოდება მიანიჭა. იგი შეყვანილია მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის და მსოფლიოს 100 ყველაზე საინტერესო ადამიანის სიაში. ამერიკამ ღირსების ორდენი მომცა, ღირსების ორდენი გესმის. ნობელის პრემია თუ მეკუთის უნდა მომცა. ეს მარტო ჩემი ნობელის პრემია კი არ არის, ეს საქართველოს პრემია. არ მაშინებს უკვე სიკვდილი, იმიტომ რომ მე ჩემი მოვალეობა შევასრულე პირნათლად. აი ეს არის ჩემი საბოლოო სიტყვა. ზემოიმერეთი რაჭის დამაკავშირებელი 51 კილომეტრამდე გზა საჩხერიდან იწყება და გადის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა უერთდება ამბროლაური ონის გზას, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კილომეტრით, ხოლო ქალაქ ონიდან 5 კილომეტრით. გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. საჩხერეონის მარშრუტის სამგზავრო დრო სიგრძე 111 კილომეტრი, დაახლოებით 2 საათი იყო, ხოლო ზემოიმერეთი რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერეონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით შემცირდა. თბილისიდან ონში მგზავრობის დრო საათნახევრით შემცირდა და 6 საათის ნაცვლად მგზავრობის დრო 4.5 საათია.
საჩხერე უზუნთა შქმერი ზუდალის გზაზე, სამ სხვადასხვა მონაკვეთზე, სტიქიის შედეგად დაზიანებული მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. დაზიანებულ მონაკვეთებზე ეწყობა ზედა საყრდენი რკინა-ბეტონის კედლები და ზედა საყრდენი ბეტონის ბლოკების კედლები. რკინა-ბეტონის კედელი უზრუნველყოფს მიწის ვაკისის შემდგომი ჩამოქცევებისგან თავიდან აცილებას. საავტომობილო გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე საყრდენი კედლების მოწყობის შემდეგ დაზიანებულ მონაკვეთზე მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი. ონის მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ჭომა ალპანა მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107 კილომეტრის და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში მდინარე რიონზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა ხორციელდება. პროექტის შესაბამისად შენდება ახალი ორმალიანი 76.2 მეტრიანი ხიდი. ახალი ხიდი საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ ახალ 51 კილომეტრიან გზას დააკავშირებს ქუთაისი-ჭომა ალპანა მამისონის გზასთან. ახალი ხიდი საშუალებას მოგცემს საჩხერე-ონის გზიდან უსაფრთხოდ და კომფორტულად დაუერთდეთ ქუთაისი-ჭომა ალპანა მამისონის გზას, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ჩავიდეთ ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში.